الحمد لله الحمد لله الحمد لله نحمده ونستعينه ونستغفره ونعوذ بالله من شرور أنفسنا ومن سيئات أعمالنا من يهد الله فلا مضل له ومن يضلل فلا هادي له نشهد أن لا إله إلا الله وحده لا شريك له ونشهد أن سيدنا محمدا عبده ورسوله اللهم صل وسلم على سيدنا محمد وعلى آله وأصحابه أجمعين أما بعد فيا عباد الله اتقوا الله وأطيعوه إن الله مع الذين اتقوا والذين هم محسنون قال الله تعالى في كتابه الكريم أعوذ بالله من الشيطان الرجيم بسم الله الرحمن الرحيم يا أيها الذين آمنوا قوا أنفسكم وأهلكم نارا وقودها الناس والحجارة صدق الله العظيم وقال رسول الله صلى الله عليه وسلم طلب العلم فريضة على كل مسلم صدق رسول الله فيما قال أو كما قال Ძვირფასო მორწმუნეებო უზენაესი ალლა ისუსას რომ მადლითა და წყალობით დღეს კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ ჯუმის ლოცვაზე ეს დღე ჩვენთვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა რომ ჩვენი გულები რწმენით ცოდნითა და ღვთისმოშიშობით განვამტკიცოთ დღევანდელი ხუტბის თემაა ყურანის სწავლა რელიგიური განათლების მნიშვნელობა ოჯახში სარწმუნოების გამტკიცება და მომავალი თაობების რწმენით აღზრდა ისლამი ცოდნის განათლებისა და სიბრძნის რელიგიაა ჩვენი სარწმუნოება მხოლოდ ლოცვის, მარხვისა და სხვა ღვთისმსახურებების შესრულებით არ შემოიფარგლება. იგი მოგვიწოდებს ვისწავლოთ, ვიფიქროთ, გავიაზროთ და ჩვენი ცხოვრება რწმენის მიხედვით წარმართოთ. შემთხვევითი როდია რომ ყურანის პირველი აიათების შემცველი სიტყვა იყო არა ილოციანი მარხულე, არამედ იკითხე, ისწავლე. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს, იკითხე შენი ღმერთის სახელით, რომელმაც გააჩინა სამყარო. ეს პირველი აიათები ნათლად გვასწავლის, რომ რწმენის საფუძველი სწორედ ცოდნაა. ადამიანი, რომელიც არ იცნობს საკუთარ გამჩენს, ვერ შეძლებს სრულყოფილად იცხოვროს მისი მცნებების შესაბამისად. რელიგიის სწავლა მხოლოდ იმამების, მუფტების ან მედრესეს სტუდენტების საქმე როდია. რელიგიური ცოდნის იმ დონეზე შეძენა, რომელიც ადამიანს რწმენის გამტკიცებაში, თაყვანისცემასა და ცხოვრების სწორად წარმართვაში ეხმარება, ყოველი მუსლიმის პირადი ვალდებულებაა. ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა ბრძანა, ცოდნის შეძენა ყოველი მუსლიმისთვის ვალდებულებაა. აქ საუბარია პირველ რიგში იმ ფუნდამენტურ ცოდნაზე, რომლითაც ადამიანი გამჩენს შეიმეცნებს, რწმენას გაიღრმავებს და ღვთისმსახურების სწორად შესრულებას შეძლებს. დღეს ადამიანები წლებს ატარებენ სწავლაში, რათა კარგი განათლება მიიღონ და კარგი პროფესია შეიძინონ, თუმცა სამწუხაროდ ხშირად რო არ ყოფნით საკუთარი რელიგიის შესასწავლად. ჩვენ ზედმეტად უზრუნავთ ამ ქვეყნიურ ყოფაზე და გვავიწყდება, რომ ნამდვილი მარადიული ცხოვრება სწორედ რომ საიქიოს ცხოვრებაა. ყურანი მხოლოდ წასაკითხი წიგნი არაა, ჩვენი ცხოვრების წიგნია. რა თქმა უნდა, ყურანის კითხვა უზარმაზარი მადლის მომტანი ღვთისმსახურებაა, მაგრამ ეს პროცესი მხოლოდ მექანიკური კითხვით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. ის ჩვენი გზამკვლევია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყურანის მიხედვით უნდა ვიცხოვროთ. სამყაროს გამჩენი ასე ბრძანებს. დიდებული წიგნი მოვავლინეთ შენთან, რათა შეიგონონ მისი აიათები და რომ განსაჯონ ძენკაცთა ჭკუა საკითხთა. ამიტომ ჩვენი მიზანი მხოლოდ წაკითხვა არ უნდა იყოს. ჩვენ უნდა ვეცადოთ
ვისწავლოთ ყურანის სწორად კითხვა, ჩავწვდეთ ვის ღრმა მნიშვნელობას და შინაარსს და რაც მთავარია, ვიცხოვროთ მისი მცნებების მიხედვით. სწორედ ამიტომ ბრძანა შუამავალმა თქვენ შორის საუკეთესო ისაა, ვინც ყურანს სწავლობს და სხვებსაც ასწავლის. რამხელა პატივია, როდესაც ადამიანი არა მხოლოდ თავად კითხულობს წმინდა წიგნს, არამედ საკუთარ შვილებს, ოჯახსა და გარშემო მყოფებსაც აზიარებს ღვთის სიტყვას. ძვირფასო მორწმუნეებო, ჩვენი პასუხისმგებლობა მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენით არ ამოიწურება. ალლაჰი შემდეგს ბრძანებს: ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, დაიცავით საკუთარი თავი და თქვენი ოჯახები იმ ცეცხლისგან, რომლის საწვავი ადამიანები და ქვებია. ამ აიათით უზენაესი ალლაჰი გვავალდებულებს, რომ საკუთარ თავთან ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ოჯახის წევრების, შვილებისა და ახლობლების სულიერ აღზრდაზეც. შვილებისთვის სახლის აშენება, მატერიალური ქონების დატოვება და კარგი საერო განათლების მიცემა მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ მათ რწმენას, ღვთისმოშიშობასა და ყურანის სიყვარულს ვერ ვასწავლით, ყველაზე ძვირფას მემკვიდრეობას დავაკლებთ. ჩვენმა შუამავალმა ბრძანა: ყველანი მწყემსები ხართ და ყველანი პასუხისმგებელნი ხართ თქვენს სამწყსოზე. ამრიგად, მამა პასუხისმგებელია ოჯახზე, დედა შვილებზე, მასწავლებელი მოსწავლეებზე, ხოლო იმამი თავის ჯემაღეთზე. თითოეულ ჩვენგანს ღმერთის წინაშე საკუთარი წილი პასუხისმგებლობა აკისრია. დღეს ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ შვილების აღზრდა მხოლოდ სკოლის ან მედრესეს მოვალეობაა. სინამდვილეში ბავშვის პირველი სკოლა ოჯახია, ხოლო პირველი მასწავლებლები კი მშობლები. თუ სახლში ყურანი არ იკითხება, თუ მშობლები არ ლოცულობენ და თუ შვილები მათში სიმართლეს, პატიოსნებასა და კეთილდღეობას ვერ ხედავენ, მაშინ მხოლოდ მშრალი სიტყვებით მათი აღზრდა შეუძლებელი იქნება. ბავშვები ხომ უფრო მეტად ჩვენს ქცევებს აკვირდებიან, ვიდრე დარიგებებს. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ახალგაზრდები უამრავი გამოწვევის წინაშე იმყოფებიან. ინტერნეტი, სოციალური ქსელები, არასწორი იდეოლოგიები, ზნეობრივი კრიზისი და რწმენის შესუსტება მათზე ყოველდღიურად ახდენს გავლენას. ამ საფრთხეებისგან საუკეთესო ფარიკი მტკიცე რწმენა, სწორი რელიგიური განათლება, ყურანის სიყვარული და ოჯახში არსებული ჯანსაღი სულიერი გარემოა. ყურანის ღირებულებებით აღზრდილი ადამიანი ყოველთვის პატივს მშობლებს, იცავს ხის უფლებებს, ერიდება ცოდვებს, არის სამართლიანი და საზოგადოებისთვის სიკეთის მომტანი. ამიტომ დღეს თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, რამდენად ხშირად იკითხება ყურანი ჩვენს ოჯახებში. იციან თუ არა ჩვენმა შვილებმა ყურანის კითხვა, ვასწავლით თუ არა მათ ჩვენი რელიგიის საფუძვლებს, ვატარებთ თუ არა მათთან დროს ალლაჰისა და მისი შუამავლის საუბრის შესახებ. ჩვენ შეიძლება შვილებს დიდი ქონება დაუტოვოთ, მაგრამ თუ მათ რწმენა არ ექნებათ, ეს მატერიალური დოვლათი მათ ვერ გადაარჩენს. გახსოვდეთ, ყველაზე დიდი მემკვიდრეობა, რომელსაც მშობელი შვილს უანდერძებს, არის მტკიცე რწმენა, სათნოზნეობა და ალლაჰის წიგნის სიყვარული. Ela inna ahsanal kalami wa ablagha an-nizam kalamullahi al-malik al-aziz al-allam kama qala Allah tabaraka wa ta'ala fil kalam wa idha quri'a al-Qur'an fastami'u lahu wa ansitu la'allakum turhamun.